ანაფორა შემოხეული თავში ჩიბუხნარდყამი იონა ხელაშვილი ზურაბასთან ერთად ბოლო მოვიდა გურჯაანს და იქ კი იმედი ჰქონდა რომ თავისი მოსიყვარული კაცი შეხვდებოდა შემოვიდნენ თუ არა გაუშვა გალავნისკენ და გაიგე თუ აქ არის ქიზიყის მოურავი ზაქარია ანდრონიკაშვილი ზურაბა შევარდა და მალევე უთხრა გიხმობს მოურავი იონეთ სიხარულით შევარდა დამილოცნია შენი სახლობა უთხრა ახან შენ დაგინახეო მამ უკვე ხნიერდა ძველ მეომარ და პოლიტიკოს კაცს გაუმარჯოს ჭავჭავაძეების მოძღვარსო იმან უკვე მოსულიყო ამბავი ერთ დღამეში რომ გარსევან ჭავჭავაძეს გაელახა იონე პოლიტიკური დისპუტის დროს შემოლახოდა და შემოეხია იმისთვის ეს ანაფორა და ყველაფერი იონე მოთხრა რას დამცინიო ჩემო მოურავო ერთი მართლის თქმელი კაცი ვარო და ესე დავრჩიო რასამობ კაცო შენ ყოფილხარ ჭავჭავაძეების მასწავლებელია უთხრა და ისეთი მოწაფეა ეგაო რომ მაინც გამყიდისო კი იცი რასაც გეუბნები შენ აი ეგეთიო იუდაა მოკლედ გარსევან ჭავჭავაძეზე ამან უთხრა აბა როგორ გონია შენ ეს ცხოვრება სხვანაირად არ არისო მართალ სიძახიო ქიზიყელი კაცი ხარ და ქშვენისო ეგრე გალახულობაც ქშვენისო იცი რა ამ სიმართლის თქმაშიო ზურაბამ უთხრა მოურავმას წელი აღარ შერჩაო და კისერიო და წვერის დააგრიჯესო ხო და აღაც ამოსუნ თქვა გვინდა დავდივარ წაწოდავად ამ ღვინოს იმასავშვები და აგროვებთო და სადაც შევარდ ყველგან ურტყამენ უკვე იმიტომ რომ ლაპარაკობს ერთი იქა დაგაო და მთელი კახეთი წამოგვესია არა მთელი კახეთი არ წამოგვესია აი აქაო ხო ხედავ კარგად მიგიღეთ და ყველაფერი და ღვინოსაც რამის გაგიხერხებთ თუმცა თქვენ თავი კი არა მაქვს ხან ნამდვილად რა იმიტომ რომ უკვე ამათაც იციან წინა ღამიდან და საქართველოში მისი აი ესეთი ქართკახეთის სამეფოს ბოლო ომი წიფდება რა ქვია მაგრამ ესენი მაინც თავის საქმეს აგრძელებდნენ უკვე აქედან სადაც მიდიან ხოლმე ყველგანაც საომარი ვითარება იქ ხალხის გასახიზნად ემზადებიან იქ ჯარი იკრიბება და ზაქარიაც თვითონ ეხლა ესეთი კაცია რა ქვია რა ჩვენ იმ დროინდელ ისტორიაში სხვათა შორის ამ ამბებიდან მალე გარდაიცვა ის უკვე 60 გადაცილებული კაცი და მაინც ქიზიყის მოურავი და ახალგაზრდობიდანვე კიდე ერთი რთული და მძიმე ისტორია შეხვდა ცხოვრებაში სიყვარულის ისტორია მაგას შეუყვარდა ერეკლეს ქალიშვილი ელენე და რა თქმა უნდა ეხლა ერეკლემ კი დაათხოვა ქალიშვილები დიდ თავადებს მაგრამ ამ შემთხვევაში ისე მოხდა რომ ეს ელენე პოლიტიკური ქორწინების ის გახდა რა ქვიან რა სხერბლი უბრალოდ ელენეს და ზაქარიას სიყვარული ხო მიათხოვეს ელენეს სოლომონ პირველის ძმას არჩილს ეს ცნობილი კაცია ჩვენ ისტორიაში იმიტომ თბილისში ოსტუმრად ჩამოვიდა და მოეძინის ხმა გაიგონა დილით ამ ხმამ გააღვიძა ემიდან რა ქვია მინარეთ და ვერ მიხვდა რა ხდებოდა გამოვიდა გაბრაზდა და ჩამოაგდო ერთის როლით ეს რა ქვია იმერელი პრინცი ასე ვთქვათ იყო მაშინ ერეკლე გაბრაზდა რომ ეს სხვანაირი ქალაქი მოკვეთ რაც არის მაგრამ ეს გარდაიცვალა მე ხო ამათი შვილია სწორედ სოლომონ მეორე უკანასკნელი მეფე იმერეთ დავით არჩილის ძე სინამდვილეში ხო ეს გარდაიცვალა მე და ზაქარია შერისხული იყო და რუსეთში გაგდებული რომ ამ სიყვარულისთვის მოეშორებინა და დაქრივდა ელენე დაიბარეს ზაქარია და შეირთო და დიდი სიყვარულით ცხოვრობდნენ ამის მერე მიიღო ქიზიყის მოურავობა მაგრამ სხვა შორის ზაქარიაც მეომარი და ასე რომ ვთქვათ გენერალი ცნობილი იყო რა ჩვენებული იმით რა ქვია გაგებით მიწის მგელი ასეთი ის ქონდა რა ქვია ზედმეტი სახელი კაცი იყო რაღაც ბევრის გადამტანი და ბევრი შეხვედროდა ცხოვრებაში რა და ეხლა რუსეთშიც რომ ამყოფი იყო ცოტა ბევრს სხვანაირად უყურებდა ხო აქამდე რომ მოდიოდნენ ეხლა იმათ ყველაფერი ეს იოანეს მოგზაურობა იციან წინდა მოურავებმა და იმათ რომ უნდა მოვიდეს ან არ მოვიდეს რაღაცა და სანამ ველისციხეს მოვიდოდა ველისციხეშიც იოანესთან ერთად იყო ჯიმ შერიშვილი რა და ზაქარიამ კითხა ეხლა მან სულ ერთმანეთზე რაღაცას არის რა თქვა ხუმრობა ეკალი რაღაცა როგორ იმგზავრებ ამ ჯიმ შერიშვილთან ბევრი უკადაგეო ღმერთისო და რწმენისო კაცო არაფერი არ აინტერესებდა ამან თქვა მარტო მეკითხებოდა ბერძნულ მეტოლოგიას და ბერძენი ღმერთების ამერს მთელი მეტოლოგია ეს მითოლოგია რა ქვია რა თქმა უნდა ზაქარიაც როგორც რუსეთში ნამყოფი კაცი და ჩაღრმავებული ამ აქვიან მითოლოგიას და ყველაზე საინტერესო მანდო იცი ტროას ომის ამბავი თუ კითხავ
არა ეგ ვეღარ მოუსწარიო მოვედით მერე და ის გარსევანი და მოკლედ რაც მოხდა ხო მე დაიწყეს ამ ტროას ომზე ლაპარაკი ივანემ უთხრა რომ ღმერთმაო ტროაზე დიდი გამარჯვება მოგაპავებინო შენაო რა ქვია და ქართულობასაო ეს რა ეხა იქ უკვე რთული ვითარება ამ დროს კახეთში რა ომარ ხანი ჯერ კიდე ცოცხალი ესე იგი საქართველოს დაუღალავე ერი ერეკლეს სიცოცხლეში კიდე ორჯერ იყო შემოსული მესამედ რომ გაეჩერებინათ რა ქვია ერეკლე ფულს უხდიდა მაგას რომ დაწყნარებულიყო რა ქვია მეორედ კი გააჩერეს სწორად დახვდა მაგრამ პირველი შემოსვლა მაგის ამ ამებამდე იყო ერთი 20 წლითა 82 წელი არ მახსოვს ზუსტად 1793 წელი ხო რომ წამოვიდა ეგონა თბილისზე მოდიოდა და უცბად მიტრიალდა და ახტალაში ოქროს საბადოები რო იყო დაეცა და ბევრი ოხერი საქმე გააკეთა მაშინ და ერთი ასეთი რა ქვია დრამატული ამბავიც მოხდა რა მაგი დაეცა ვახანის ციხეს იქ იყო გეგენა აბაშიძე ოჯახით ევგენი აბაშიძე ასეთი თავადის შვილი და ქალიშვილები წაართვა მაია და ელენე წაართვა და წაიყვანა რა ქვია ეს მაია შეირთო თვითონ ცოლად რა ქვია და ელენე მისცა იბრაიმ ხან ხო ყარაბახის ხანს მისცა ელენა ეხლა იმის მერე გასულია რამდენი 18-19 წელი და ეს კიდე მოვიდა აქა და კაკაბეთში იკრიბებაო იქიდან სპარსელები ყავს დაბარებული აქედან იკრიბება ქართველები და ანუ ასე ვთქვათ რუსული პოლიტიკის მომხრეები და იმათ მხარეს არის ერეკლეს ცნობილი ერთ-ერთი შვილი ალექსანდრე ბატონიშვილი რომელიც ამ რუსებს ყველანაირად ეწინააღმდეგება და მე მას კავკასიის თვიელებთან განსაკუთრებული ურთიერთობა სპარსეთში დიდხანს ყოფნა მაგრამ მე რომ მოხდა ეს ბრძოლა მოხდა ნოემბერშივე ანუ როცა ივანე მოგზაურობს და უკვე მე კახეთიდან გამოდის ეს ბრძოლა ხდება იქ და ამისთვის არის მზადება იქ ეს ბრძოლა მოხდა ნიახურას ადგილზე და ქართველებმა გაიმარჯვეს რუსებთან ერთად რა ქვია ასე თქვა ასე გამოვიდა რომ ბოლო ასეთი დიდი ის იყო და ომარ ხანი დაიჭრა უკვე მოხუცებული და ზაქათალა იქ ცოტა იქით გადავიდა ზაქათალაში მოკვდა ამ ჭრილობით რა ქვია ვეღარ აითრია წელი ესე ვთქვა მაგრამ ეხლა რა მოხდა რახანის აბაშიძეები ვახსენე რა მაია წამოვიდა იქ ომარ ხანი როგორც მოკვდა წამოვიდა იქედა რა ქვია მაია და ვერ გავიდა ერთი 15 წელი და იმერელი თავადი იყო მერაბწულუკიძე იმას გაყვა ცოლად ესე იგი ესეთ აი ეს ჯავაირ ხანუმ ის ძალიან გავლენიანი ქალი გამოდგა ამ ხრივ ამ ყარაბახურ პოლიტიკაში იმაში და სხვათა შორის ქმარს მაგან უჩიჩინა რომ რუსების მორჩილება მიეღო და ისა მე უკვე ციციანოვის დრო როა საქართველოს ეს ქმარი მაინც მოკლეს იმ გადა შვილიც მოუკლეს 12-13 წლის ბიჭი და თვითონ დიდხანს იყო იქა და თხოვლობდნენ მერე უკვე რა ქვია ეს ქართველები ბევრი თხოვლობდნენ რომ ის გამოსულმანებული იყო რა ქვია და ქრისტიანი ზარის ხმარო ეს მის ეკლესიისაოს ტანში აჟურებს და იცრემლებოდა ეს ტკივნეული ისტორია იყო ჩვენს ვიცით ეს მოტაცებების და მთიელების მაგრამ ეს აი ამ ორი დის გაყვანა აქედან ამაზე ლექსები და მთელი ამბავი და გრიგოლ ორბელიანის კიროს ავარიის სამხედრო გამგებელი იყო ხო იქიდან იწერებოდა და იცი რომელ სახში მოხდიო ბებიაჩემის და მაია რო ცხოვრობდა იმდენი წელი და იმის მოსამსახურები კიდე ცოცხლებია ზოგი ეს არის 30 წლის მერე რა ქვია მაგრამ იმ ბებიაჩემის და არ იყო ეგა ბიძაშვილი იყო მაგრამ ხო იცით ქართველებმა ესე რა ქვია იციან და არის რა ხო და აი ეს რაღაცა აი ამ სიტუაციაში მოხდა რა ქვია ივანე ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ საქართველოში და ძლიერი ესე იგი სამოურავოს იმასთან რა ქვია პატრონთან აი მე გითხარით ქართული მომენტი იყო თქო იმან თქვა კაცო ღვინოსო მეც გაგიხერხებო და ერთი ურემი ღვინო მაინც დაუტვირთა და გაატანა ამ ომის წინა იმაში რა ქვია და ესენი წავიდნენ გაიარეს უფრო იქით ძირკოკისკენ ზაქარია მოურავმა კი სიკეთით გამოისტურა ივანე მაგრამ ამას გულში სულ ბაგუნებდა ვაქირი ჩქარობდა რომ ენახა თავისი ძმა ბიძები ნათესავები ყველანი ძალიან მიჩქაროდა იქით ზურაბამ უთხრა რომ ერთი კაი სადილით ჩვენ არ გვაწყენდავ ახლა და მოდი ერასტიანს შევიაროთ იქ იყო მოურავად ერასტიშვილი ნინია ერასტიშვილი ჩოლოყაშვილი მივიდნენ ნინია უკვე საქმეში იყო რა ქვია საომარ ამბავში კარგი გამორბოდა და დიდი მოცლა არ ქონდა ამათ მაგრამ მაინც ხო იცით სახელმწიფო საქმე აქეთ არის და
შენი საწუხარი კიდე მეორეა რომ უნდა გაუძლო და რა კაია რომ მოხვედიო რა კაია რომ მოხვედიო ეს ნინი არ იყო უბრალო კაცი ეს იყო ბაგრატ ბატონიშვილის ეშკაღაში ქართულად რო თქვათ რა ქვია მაგრამ უფრო ადიუტანტია წესრიგი სახში დაიწვას გარშემო ყველაფერი ბატონს მიხედოს ხო და კაია რომ მოხვედიო კაიო წერილი მაქვს და ვერ წავიკითხევ ამან უთხრა ეს კალმასობაში ჩვენ ხშირად გვხდება რა ქვია რომ კაც წერილს წაკითხვა და ვერ კითხულობს ამოიღო გულისძინა ჩემი ცოლის წერილიაო ამდენი ხანი გამომიგზავნაო სამაჩაბლოშიაო დედამის და ვერ წამიკითხია იოანე ახლა ხარ მოითმენა ამ ხელა ეს კაღაში კაცი ხარო და წერა კითხვა არ იციო რა საქმე უნდა ბავშვობაში არ მასწავლებს მამან უთხრა და მე კიდე მაგის დრო მე აღარა მქონდაო და ეხლა კიდე აღარ უნდა ვისწავლო აღარ დროს ჩემი სწავლა და წაუკითხა და არ იყო კარგი წერილი იმიტომ რომ ცოლი წერებოდა აღვათავარო რა ქვია და ეგება ან ექიმი ან წამალი რამე გამოგნიდა რა გავაკეთო ივანე უთხრა თბილისშიო ქალაქში ვინმე ექიმს თუ იცნობ როგორ თათულა ექიმს ვიცნობ ამან უთხრა ხო და კაცი გაგზავნებო ან თვითონ აყვესო სამაჩაბლოში ანაც წამლები ასეზებირა ნუ არ ვიცით ჩვენ რა ჭირდა იმ ხას ერთი წერილიც უნდა მიმიწერო ამან მითხრა პასუხს მივწერო რომ აიო გამოგიგზავნიო ან ექიმს ან წამალსო მე ვაქედან ვერ წავალ ხო და იოანე დაჯდა და გადაწყვეტა რომ დაეწერა წერილი ხა ჩვენ ვიცოდეთ ხო არის 21-22 წლის კაცი რომელიც მონასტრის წესით ცხოვრობს ტიპი ეხა ამან დიდად არის მაგრამ ხო იცის ოჯახი რა არის იცის ბავშვობიდან იცის ნათესაობიდან იმიდან ამიდან ცოლქრობას არ იცის რა რაც კი რამ სითბო ქონდა გულში რაც კი რამ წარმოიდგინა რაც კი რამ შეიძლება კაცმა თავის საყვარელ ქალს მიწეროს უთხრას ოღონდ ნეობრივ ესეთ გამართულ ფარგლებში დაჯდა და მთელი გრძნობით დაწერა ეს წერილი კარგა ხანს წერდა ბრწყინვალეო თავადინა მოწყალეო ხელმწიფო შენ საყვარელო მშვიდო შენ მხოლო ისგან ვალდებულ ვარ ბედნიერობათა თვისათა ანგელოსისასა ნაზმან სულმან შენმან შვა გულსა შინა ჩემსა ალი საუკუნოისა მწუხარებისა შვენებაო ჩემო და სიცოცხლისა ჩემისა მიზეზო ოდეს წარვიკითხე წერილი შენი და სცან ნარნარისა მაგის მტკივნეულობავი მყის შევიქენ უცნობე და მესა მივიღე ხვედრი შენთან ამ მტკივნეულობისა გებრალებოდე გარემოებისა გამო რომელ ვერა მოვისწრაფე თქვენგან ვინაიდან მამელის მეცა ასპარეზი რბენად ბრძოლისათვის საზოგადოისა მტრისა ფუცავ წინაშე შენსა მიყვარდე შენ და მიყვარდე ვიდრე სიკვდიმდე ჩემისა განმახარე მე მშვიდობიანის წერილი თქვენ და ესრეთ დაატკვეთ გამწარებული სული ჩემი სხვებ გავ თქვენ საფრწყინვალებასა უგულით ადესი მეგობარი იოანე წაუკითხა ეს წერილი და ნეტა არ წაეკითხა შენო ბიჭო ეგ რა დაგიწერია ომან ეს უცხო კაცის დაწერილს გავს ვითომ მე არ შეხება ჩემ წოლსო ამდენი სიყვარული და ეს რა თუნდაო წერილს რომ ექიმს გამოგიგზავნა თან კიდევ ბოლოში რომ მიგიწერია შენი იოანე ნინიას ნათლობის სახელია რა ქვია ვინ მიცნობს მაგ იოანეთიო საერთოდ სხვისი მიწერილი ეგონება ჩემ წოლს დაწერე ნინიაო სანამ არ ამოაფხეკინა დანით ამოაფხეკინა ეგ ნინია არ ჩააწერინა შინაარსი აღარ შეუცვლიათ ცოლი ავადყოფი ალბათ განიხარებდა და გაუთმებოდა გული მაგრამ ნინიას ამისის არ ახონდა მაგარი ეშკაღაში ხარ შენაო მაგარი იოანემ და წამოვიდა იქ მაგრამ საინტერესო რა არის ერთი საპალნე ღვინო მაინც მოუხერხა და გამოატანა არდენახში რომ მოვიდნენ და უკვე რაღა იყო ქიზიყავდა ხო იოანე მაღარი ჩხარა უთხრა ზურაბას რომ მოდიო საბაწმინდის ეკლესია მოვილოცოთ აქ ცოტა დავისვენოთ და მერე წავიდეთ ეჩქარებოდა ვაქის ხო იცით მაგრამ მაინც გაჯერდა ხო და შუა კარდენახში შემოხვდა მაგათ ეგეთი კაცი ანჯიკო ცნობილი კაცი როგორც ჩანს იქ ხო და კი არ ვიცი ვინ ახართო უთხრა მაგრამ წამოდით და გააჭმევთ დაგალევნებთ დაგასვენებთ დაგაძინებთ და გაგესტუმრებთ თანაც გაიცნეს ახლა ერთმანეთს ქიზიყელი ყოფილხარ და აქირი ისა ეს ამო გამოიკითხა ამბები და წამოიყვანა თავისთან ხო
კარგი ოთახი მიცეს, რა ქვია, სასტუმრო ოთახი და გამოვიდა, მაიცათ ეხა ყველაფერი მომზადდება და გამოვიდნენ ეზოში, ხედავენ, აქეთ გოჭი დაკლეს, იქით ცხვარს ატყავებენ, რაღაცა და მთელი ჩამომწკრივდა მთელი ოჯახი, რა ქვია, მანჯიკოს ბებურანთ დასხდნენ, ხო და წავიდა მაგარი ჭამასმა რა, ესე კეიფობენ უდარდელად, ხო და აქეთ რა შეძლებული ხალხი ყოფილა, კიციხში კი ვიციო, მაგრამ ეთყობა იქაურიც აქ გადმოედო, რა ქვია. ივანე მიფიქრა, ამასობაში შემოესწროთ ერთი მღვდელი. ეხა ამ ჭამას მაშინ რო არიან და ესენი შეეუნებიან რა, ეს ანჯიკო და მაგის ძმები არიან, ეხა რო ჩვენო შენ დაგეშამთო, ჩვენ გემოზე მოგიყვანთო, შენ უნდა ყაზახი ბიჭი გახდეო, ჩვენსავითო. ყაზახი ამ შემთხვევაში იხმარება კაზაკის გაგებით, ეხა უკვე იციან საქართველოში კაზაკები რუსის ჯართან ერთად შემოსულებიან რაღაცა და იციან რომ სხვა ხალხია, თავზე ხელაღებული, ასე რომ ვთქვა რა, რაღაცა სხვა თავისუფლების მოკლედ. ეს მღვდელიც რო შემოესწროთ, მე ვამათი მოძღვარი ვარ, მაგრამ სოფლის მღვდელია, ყმაგლეხია, და დიდათ ეხა წერა კითხვაც არ იცის და წერილიც ბევრი არ იცის, როგორც მე გამოირკვა, მაგრამ ესეც მხიარული კაცია, ასე ეუნება, ესენიო მე გამოვზარდეო, ასე უკენი, ისე უკენი. ხო და მთელ ამ ლაპარაკებში ეს ივანე თავისას ფიქრობს და კითხა რომ ანჯიკო რა სახელიაო, ეხლა ფიქრობ, რომელ წმინდანს ქვიაო. ან ქართველს არ ქმევენ, ან ბერძენს, ან სხვა ქრისტიანს, ეგეთი რამე არ გამიგია. ამანთხა ჩვენ არ ვიშქმევთ ეგეთ სახელებს, საერთოდ ჩვენ ისეთ სახელებს ვირქმევთო ჩვენი საგვარეულო, შორიდანვე გვცნობდენო. აი ჩემი ძმებიო რა ვქნა. აი დემურიო, კაცახაო, ჭუხუნიო, ვაჩაო, ეუბნება, ესო გინდა ლეკურად ჩათვალე, გინდა თათრულად ჩათვალე, ჩვენ შორიდანვე გვცნობენ და გვიცნობენ, ჩვენი ცქვიტი ბიჭობისთვის რა. ამას გადაყოლილი არიან მოკლედ რა. ეს მღვდელიც უყურებს ეხა რა იყო და მე მქვიაო ქრისტიანულ სახელიო, წმინდა სახელიო, იოსები მქვიაო, მაგრამ მე უფრო ვცდილობო რომ ჩემ თავსო ნაბიჯური შულს ვეძახიო რა. რათა ვამართო რა ის არის, იმიტომ რომ ნაბიჯური უფრო ცქვიტი და ყაჩაღი ყოჩაღი ვიქნებიო რა ქვია რომ და ყაზახი კაცი ვიქნები. ამ ყაზახობასაც ანუ თავისუფლე ეს არის ხალხი რომელიც სინამდვილეში თავის გადარჩენას ცდილობს ამ გაჭირვებაში რა ქვია და ესენიო ჩემი სულიერი შულებია, მე ამათო ასწავლიო პარვასაცო, გადარჩენასაცო, ყველაფერს ეგეცაო და ლეკების ხოცვასაც. ეხა ივანე უყურებს და ეგ ბოლო კაი გისწავლებიაო უთხრა შენ გჭირდება ჩვენ მაგრამ დანარჩენს რატო ასწავლებ. აბაო ისე ჩვენ ცხოვრებაში თავს ვერ გაიტანა. ასეთი ლაპარაკი მიდის, მაგრამ თან მოკეიფე ხალხია ესენი. რა ქვია, კარგათაც იქეიფეს, გადმოიღეს ჩონგურები, მღერიან ისე გადასარევად. ქოროღლის ლექსებს ამ მოკლედ იქეიფეს რა კარგად იმღამეს რა. დილა რო გათენდა და ანჯიკომ უთხრა, ნუ წახვალო ჯერაო. ნუ წახვალო, ბაგრატ ბატონიშვილი აქ არ დენახშვი და წავიდეთ ნახოთ ნასწავლი კაცი ხარ და წავიდნენ ბაგრატ ბატონიშვილთან. ეს იყო მოკლე ვიზიტი, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ივანე მაინც მოასწრეს იქ რა ქვია ბაგრატმა კითხა მეცნიერული რამეები, ზუსტი ამბები ამის შესახებ, რა ქვია კალენდრები, რა ვიცი მე ყველაფერზე ამაზე ილაპარაკეს, მაგრამ უფრო საინტერესო ამაში ის იყო, რომ ბაგრატმა უკვე იცის, რომ ეს კაი ნაცემი ყავთ იქ ხადაგების მერე, ხო და რო შეხვდნენ ერთმანეთს, აქედან დაიწყო ეს ლაპარაკი. ივანემ ხო მაღალფარდოვანი მიმართვა იცის, ცოტა რა ქვია სახუმარო და უთხრა გამარჯობა სარდალ თელავთ ქალაქ მთავარო და იმან შენო ტიტულებს კი არ იგებო ამ სახელებსო, მაგრამ მე გვარიანად გვხდება ხოლმეო, როგორც გავიგეო ხო. ისიც გავიგეო ანაფორა შემოუხევიათო შენთვისო ხო. საიდან გაიგეთო ამან ხო და სულმა მამცნო, სულმა. ანუ კიკიო თქვენ გამცნობდათო ვიციო ბაგრატიონებიო წინასწარმეტყველის თავმავლები ხარ და რაღაცაური შემორჩენილი იქნა. ეს ხუმრობით ლაპარაკი მიდის და ამან თქვა აშკაცოდ მითხარიო შენაო ეს ანაფორაო. შენი თქვა შემოიხია ახალი ანაფორა ხო არ გინდაო. სამი სამეფო შემოიხიეთ ამ საქართველოს და კაცს ეჭვი არ შეუტანია რომ იგონებით რა და ჩემი ერთი ანაფორა რა გახდა. მოკეთ ამაზე იცინე ეს ლაპარაკის რაღაცა და მალე წამოვიდნენ აქედან ამას უკვე ვაქირში უნდა წამოსვლა რა ქვია, მაგრამ ანჯიკომ უთხრა, აქ ისადილიო და საღამოს უკვე იქნებიო იქ აქეში რაღა არის აქედან არაფერი. ანაგა და ისაო და კიდე მოვიდნენ ეზოში ამათთან სახში და ისევ იგივე ამბავია ცხვრებს თავი წაგდებული, რა ქვია, ისე სუფრა არის მეფური, ერთი ვიცით რომ გიორგი მე-12 ჭამდა დიდი სუფრით მაშინ და მეორე ესენი არიან, ხო და ითმინა ივანე გუშინაც უნდა ის წინადღის ლაპარაკები რომ ეს ყაჭაღობა, ყაზახობა, რა ქვია, მოპარვას ვასწავლე და ეს ხუმრობად მიიღო, რა მიიღო არ ვიცი, მაგრამ მაინც უთხრა, თქვენავე ეთყობა კაი საძოვრები გააქვთ ამდენი ცხვარი რო გყავთ.
რა სამბოფო ჩვენ საერთოდ არ გვაქვს საძოვარი ამათ მან სახნავი გაგვტობელი არც სახნავი არ გვაქვს ერთი ქცევა გვაქვს რაღაცა ძლივს გაგვაქვს თავიო და აბა საიდან ეს ცხრებიო ყოველდღე რომ მოგხავთ ცხვრის მოყვანას რა უნდაო გარეთ გავალთ ყველა ცხვარი ჩვენიაო ესენია უნები ჩვენია რას ნიშნავს იპარავთ თო და შენ რაც გინდა დაარქვე ჩვენ მოგვეწონება ავიღებთ წამოვიყვანთ აბა როგორ ვიცხოვროთ კი მაგრამ თქვენ ყოფილხარ ქურდებიო რანაირი ხალხი ყოფილხარ თქვენ და არავი ხალხი ყოფილხარ არაო ეს უდელია უნება ეს იოსები შენ არ გესმისვე ხო აი მონასტერსო თქვენ ხო გყავთო საყმოსოფლებიო საეპისკოპოსოებს ყავთო იქ რაც არის ყველაფერი ხო თქვენიაო ასე გამოდის რომ ბერებსო თქვენო ცოლები ყავთო თქვენ გლეხების ცოლები თქვენი ცოლები არა დაიღუპე იქით ეს გაგის და რა კავშირი აქვს ცხარის მოპარვას და იმას როგორც ის არის თქვენიო ისე ჩვენი გლეხების ცხვრები არის ჩვენიო როცა გვინდა სადაც ვნახავთ დაავლებთ ხელს და წამოვიდეთ მოგეთ ეს ამან თქვა თქვენ ყოფილიყარ ქურდები, პარავები, უბედურებიო, კაცო. მე მეგონა უგუშინო ხუმრობდითო და რაღაცა. ხო და ჩვენ უხდელი ესე გვასწავლეს ამ ძმებში უფროსი იყო ეს აიდემური და ეშკაღაშად ნამსახური საერთოდ ეს თქვი რომ ხნიერი ხალხია ხო და გვითხარიო ერთიან პარაობაზე ასეთი კანონებიო ის როგორ არის ჩვენ ახლა სხვისი კი არ მოვა ეხლა ლექსაც ხოცავთო და იმასაც თავი რომ გადავირჩინოთ ხო და ივანე უთხრა თქვენ ვერ გყოლიათ კაი მოძღვარიო რასაც გასწავლეთ ყველაფერი ტყუილია და მე გიგათაგებთ ყველაფერს თავყავს და მეც თქვენ ღდელსაც რამეს ვასწავლეთ თუ შეისმენსო რა ქვენ და უთხრა რა არის პარაობა კარგად გაგვაგებინო ყველაფერიო შენაო მადლობელი ვარ თქიზიყელო შენიო და კი იმას აქნეს რა ქვენ სხვათა შორის ძალიან უხვად ზღვენით და იმით გამოისტუმრეს ღვინოც ჩაუდეს რაც იყო და ყველაფერი საჭმელი რა ქვენ ხა რა ინაღლებოდა თავის ჯარიყო იოლად შოულობდნენ ივანეც გამოემშვიდობა მაგათ გადასახა პირჯვარი და ამოვიდა უკვე ქიზიყის ხე ვეღარც ითმენდა რა